გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით მებრძოლებზე, რომლებიც შეიძლება ითქვას თითო ადამიანი მთელ არმიას უდრის. დაახლოებით რემბოს სტილის მებრძოლები, თუმცა რეალური სამყაროდან. ალვინ იორკი 1918 წლის ოქტომბერში ამერიკელი ჯარისკაცები გაგზავნეს საბრძოლო ფრონტზე გერმანელთა თავდასხმის მოსაგერიებლად. ამ ოპერაციის დროს რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა, ზოგიც მძიმედ დაშავდა. ალვინ იორკი, ჯგუფზე პასუხისმგებელი სერჟანტი, არ შეუშინდა შექმნილ ვითარებას. თავისი ჯარისკაცები უსაფრთხო ადგილზე დატოვა, თვითონ კი მტრის ბანაკისკენ გაიქცა. რამდენიმე გერმანელის დახოცვის შემდეგ ალანი მტერმა ალყაში მოაქცია. თუმცა ამანაც ვერ შეაშინა და გარშემომყოფ მტერს სასტიკად გაუსწორდა. გადარჩენილი გერმანელები იმდენად იყვნენ გაუგნებულნი ალვინის სიმამაცით, რომ მისი ხელით სიკვდილს დანებება არჩიეს. საბოლოოდ ამ ბრძოლების შედეგად იორკიმ 130 ტყვე ამერიკელი დააბრუნა ამერიკელთა ბანაკში და ეს ყველაფერი ერთმა კაცმა გააკეთა. აბუ ეზრიალი არაბულად ითარგმნება როგორც სიკვდილის ანგელოზი. ის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც აისისთან ბრძოლაში 1500-ზე მეტი ტერორისტი დახოცა. ისრაელი ერაყელი მილიციელი გახლდათ, რომელიც განსაკუთრებული სიძლიერით გამოირჩეოდა. თვითმხილველნი და მოწმეები, რომლებიც მის ბრძოლას შეესწრნენ, აღფრთოვანებულნი არიან მისი განუსაზღვრელი უნარებით. ის ხშირად ჩნდებოდა იარაღით, ნაჯახითა და რაკეტით ხელში. აბუს სიძლიერე არც აისის გამოპარვია. მათ ეზრიალი ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნიეს. ამის დასტურია ის ვიდეოებიც, რომლებშიც აისისის წარმომადგენლები აბუს სახელს რამდენჯერმე ახსენებენ. ჯეკ ჩარჩელი ბრიტანელი ჯარისკაცია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. მაშინ, როდესაც ყველა ცეცხლსასროლი იარაღით დარბოდა, ჯეკს მხოლოდ მახვილი და მშვილდი ჰქონდა. ომის დროს მან თითქმის მთელი ევროპა შემოიარა, საფრანგეთიდან დაწყებული იუგოსლავიით დამთავრებული. ჯეკი ყველას აუცებდა თავისი მოქნილობითა და სიმამაცით. მან შეძლო და გერმანელთა ტყვეების ბანაკიდან გაიქცა. ომის დამთავრების შემდეგ ჯეკი ძალიან მოწყენილი იყო, რადგან უმოქმედოდ ყოფნა არ უყვარდა. ეთყობა ძალიან დიდ ადრენალინს განიცდიდა, როცა კბილებამდე შეიარაღებულ არმიებს მშვილდით ებრძოდა, თანაც საკმაოდ წარმატებით. ბანბანგტა გურო 1945 წელს ნეპალელი ჯარისკაცები ბირმულ ჯუნგლებში სიარულისას იაპონელთა ბანაკს გადააწყდნენ. სანამ გურო იაპონელთა არმიას გაუმკლავდებოდა, მისი ჯარისკაცები შეუმჩნევლად იწვნენ მიწაზე. ბანბანგტამ პირველმა დაუწყო სროლა მტრის ბანაკს. მან პირველივე გასროლით მოკლა იაპონელი სნაიპერი. დამალული ჯარისკაცები ხედავდნენ თუ როგორ მიიწევდა გურო მტრის ბანაკის შუაგულისკენ, როგორ დახტოდა სანგრიდან სანგარზე და სასტიკად უსწორდებოდა იაპონელებს. მან ყველა მოწინააღმდეგე მიწასთან გაასწორა, ვინც კი გზად გადაეყარა. როდესაც იაპონური ბუნკერიდან გუროს ცეცხლი გაუხსნეს, ის უმალვე შეიჭრა ბუნკერში და იქ მყოფს სასტიკად გაუსწორდა. თანაც ტყვია-წამალი აღარ ჰქონდა, ამიტომ ყველას ქვით გაუჩეჩქა თავი. ადრიან კარტონ დე ვიარტი შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანია დედამიწაზე. ის იბრძოდა 3 ომში, დაჭრეს რამდენჯერმე და ორჯერ სასწაულად გადაურჩა ავიაკატასტროფას. როდესაც ტყვე დაიყვანეს და ბანაკში გამოკეტეს, ბედმა არც მაშინ მიატოვა და შეძლო თავის დაღწევა. ადრიანმა გვირაბი გაიყვანა და ისე გაიქცა მტრის ბანაკიდან. იყო შემთხვევა, როდესაც ექიმმა უარი თქვა ამ ადამიანისთვის დაჩეხილი თითების მოკვეთაზე. მან თავად წაიცალა ისინი. პირველ მსოფლიო ომში ცალთვალა და ცალხელა ოფიცერი თავისი თანამებრძოლების გვერდით იბრძოდა და ყუმბარებს პირით ხსნიდა და ისე ისროდა, რადგან როგორც გითხარით, მხოლოდ ცალი ხელი ჰქონდა. ძალიან ბრუტალური პიროვნება ყოფილა. იოგენდრა სინგ იადავ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ინდუეთს რეგულარულად უჩნდებოდა პრობლემები მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების გამო. პაკისტანთან ინდუეთს სამჯერ ჰქონდა მსხვილი ომი: 1947 და 1948, 1965 და 1971 წლებში. ეს ქვეყნები რამდენჯერმე შევიდნენ ლოკალურ კონფლიქტში და ბოლო ომი 1999 წელს ქალაქ ქაშმირში მოხდა, ეგრეთ წოდებული კარგილის ომი.
1999 წელს იოგენდრა სინგიადავი საკუთარი სურვილით ავიდა მყინვარ სიაჩენზე, რათა თანამებრძოლებისთვის თოკი გადაეგდო და ასე გაემარტივებინა მათთვის მწვერვალზე ასვლა. მწვერვალზე ასვლისას მტერმა მას ცეცხლი გაუხსნა. 3 ტყვია მოხდა, თუმცა ამან ვერაფერი დააკლო და ბრძოლას მაინც განაგრძობდა ტყვიების ზუზუნსა და რაკეტების აფეთქებებს შორის. იოგენდრა მოახერხა მტრის ბუნკერამდე მისვლა. შიგ მყოფი მტრები ინდუელმა რემბომ ხუმბარის დახმარებით მთლიანად ამოჟლიდა. ამის შემდეგ ის მტრის მეორე ბანაკს თავს დაესხა და გავრცელებული ინფორმაციით მოწინააღმდეგეს ნაჯახითა და მუშტებით გაუსწორდა. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ყველაფრის გაკეთებამდე ის 3 ადგილას დაჭრეს. ერიკ ჰარტმანი. ერიკ ჰარტმანი მეორე მსოფლიო ომის დროს გაახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი. 100. ის რამდენჯერმე ჩამოაგდეს, თუმცა უკან არც ერთხელ დაუხევია. რუსულ ტყვეთა ბანაკშიც კი ჰყავდათ განმომწყდეული. ომის დასრულების შემდეგ ჰარტმანი შეუერთდა დასავლეთ გერმანიის საჰაერო ძალებს. მოდი მოკლედ გავეცნოთ მის ბიოგრაფიას. ერიკი დაიბადა 1922 წლის 19 აპრილს. ბავშვობა ჩინეთში გაატარა. ფრენის სიყვარული პატარაობიდანვე დედამ ჩაუნერგა. 1936 წლიდან დაფრინავდა პლანერებზე, ავიაკლუბებში. 1938 წლიდან სწავლობდა მოტორიან თვითმფრინავებზე ფრენას. 1940 წელს გადიოდა მომზადებას მეათე სასწავლო პოლკში, ბერლინში. 1942 წელს გახდა ლეიტენანტი. სწორედ ამ წელს ჩამოაგდო პირველი თვითმფრინავი, თუმცა საუბედუროდ იმავე ბრძოლაში თვითონაც ჩამოაგდეს. 1953 წლისთვის მას უკვე ჩამოგდებული ჰყავდა 100 თვითმფრინავი. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ერიკმა ჩამოაგდო 352 თვითმფრინავი და აქედან 7 ამერიკული. ამდენი ბრძოლების მიუხედავად ის გარდაიცვალა 71 წლის ასაკში 1993 წელს. როგორც იცით, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საჰაერო ბრძოლები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამეა საბრძოლო სტრატეგიის თვალსაზრისით. კრეატიული მანევრები, მოწინააღმდეგის კუძზე დაჯდომა და კიდევ ათასობით ნიუანსი, რასაც ფატალური შედეგის გამოწვევა შეეძლო. ასეთ პირობებში 100-ის სტატუსის მოპოვებას უნიკალური უნარების ფლობა სჭირდებოდა. ერიკ ჰარტმანი კი გამორჩეულ 100-ებს შორის ნამდვილად გამორჩეულია. ლეო მეიჯერი. ლეო მეიჯერიმ ნორმანდიაში ყოფნისას დაკარგა ცალი თვალი, ბელგიაში ბრძოლისას გაიტეხა ზურგის ძვალი. თუმცა 1945 წელს ლეო მარტო შეიჭრა გერმანიის მიერ ოკუპირებულ ერთ-ერთ ქალაქში. იმის მაგივრად რომ ოფიცერი ბაზაზე დაბრუნებულიყო და არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა, მან მტრის ქალაქში მარტომ შესვლა გადაწყვიტა. ცეცხლსასროლი იარაღით ხელში ქალაქში დარბოდა. ხუმბარებს ისროდა და გერმანელებს სასტიკად უსწორდებოდა. მან ტყვედ ჩაიგდო უამრავი თავზარდაცემული გერმანელი ჯარისკაცი. მოკლედ რომ შევაფასოთ, მთელი ღამე აწიოგებდა გერმანელების მიერ კონტროლირებად ქალაქს. მეორე დღეს, დილით, ქალაქში არც ერთი გადარჩენილი გერმანელი აღარ იყო. ამის მიზეზი კი ეს ადამიანი გახლდათ. ზოგი დახოცა, ზოგი მძევლად აიყვანა, ზოგმაც გაქცევით უშველა თავს. ოდი მერფი, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ამერიკელი ლეგენდა. 1945 წელს ოდი მერფის არმია ალზასში იყო დაბანაკებული. როდესაც სრულიად მოულოდნელად თავს დაესხა ასობით ჯარისკაცისგან შემდგარი გერმანელთა შეიარაღებული ძალები და რამდენიმე ტანკი. მერფი ხან შაშხანით, ხან ტყვიამფქვევით. სასტიკად უსწორდებოდა მათკენ მომავალ მტერს. მართალია შეტევის დროს ოდი დაიჭრა, თუმცა თავისი პოზიცია არ დაუტოვებია და 1 საათის განმავლობაში დაჭრილი ებრძოდა მტერს. მან ათობით გერმანელი მებრძოლი დახოცა. ამ ყველაფრის გამო ის გახლავთ ამერიკელი ჯარისკაცი, რომელსაც ყველაზე მეტი ჯილდო აქვს. სიმო ჰაიჰა. ჩვენი ათეულის ბოლოს ეს ადამიანი რომ არ ჩამესვა, ალბათ უსამართლობა გამოვიდოდა. სიმო ჰაიჰას მეტსახელად თეთრ სიკვდილს ეძახდნენ. ეს სახელი მან ფინეთის ომში ბრძოლის გამო დაიმსახურა 1939 წელს. როცა ფინეთში წითელი არმია შეიჭრა, ჰაიჰა მტრის წინაშე მარტო აღმოჩნდა. ის 100 დღეზე მეტი მარტო იგერიებდა მტერს. როგორც ცნობილია, ამ დროის განმავლობაში მან დადასტურებული 515 საბჭოთა მებრძოლი მოკლა სნაიპერული შაშხანით. მას არ ქონია არანაირი სპეციალური აღჭურვილობა. იარაღზე ჩვეულებრივი რკინის სამიზნე ჰქონდა, რათა სროლისას თავის წამოწევა არ დასჭირვებოდა. ასევე სროლისას პირში თოვლს იდებდა, რადგან ორთქლი არ ამოსვლოდა, ტემპერატურა -40 გრადუსი გახლდათ ცელსიუსით. როგორც გითხარით, მის სახელზე დადასტურებული 515 მკვლელობაა, თუმცა კიდევ დადასტურებული 200-ზე მეტი ტყვიამფხვევით აქვს, რაც 700-ზე მეტი გამოდის.
ჰაიჰას ბრძოლისას თუ შორ მანძილზე უწევდა წასვლა, თხილამურებით გადაადგილდებოდა, ეცვა სულ თეთრი სამოსი და სიმაღლეში სულ რაღაც მეტრი და 60 სანტიმეტრი იყო. ის აღიარებულია ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო სნაიპერად. ომის დამთავრების ბოლო პერიოდში სიმო ყბაში დაჭრეს, თუმცა მან მაინც ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და 96 წლის ასაკში 2002 წელს გარდაიცვალა. დღეისათვის სულ ეს იყო. შეგიძლია კომენტარებში დაწერო, რომელი პიროვნება მოგეწონა ყველაზე უფრო და ასევე მოიწონო ვიდეო. თუ გულრწმელად თვლი, რომ მოწონებას იმსახურებს. ახვანდის.